იარბაზი, იარაღის ბაზარი. მოკლედ, მანქანების გამოფენაზე ვარ და რაღაცები გაჩვენეთ, მაგრამ აქ ვნახეთ ეს ჯიგრები. ადრე იყო Discovery-ზე რობოტების ბრძოლა საჩვენე, ბატონ დავით, ნახე? მე მინახავს ეგეთი რაღაცები. აი ესენი ტრიალები, და ერთმანეთს უწყავენ. უყურებდი ადრე. თუმცა აქაც სტარტდება. ამ კაც დაგალაპარაკებთ, ეხლა ადამიანებს ელაპარაკება. რომ ადამიანსაც დაამარცხებდა ესეთი რობოტები. ეხლა ადამიანს ვერ გაიქცევი ბოლო-ბოლო ბატონო. ვერ გაიქცევი. რო იწვედა ისა, რა ქვია, იაღლიში გაიგო რო? და გივლის შეჭა. ხო, შენ მარცხე. შენ გასახსოვს, შენ გიშტები ზოგადად. გამარჯობა რა ახლა. ამა დავიღეთ არის. გიტარაზე უკრას გაიგე და მაგრა ევასება გიგო. ერთი აბეცის ხარ? რაღაცა ჩაეთი. გადი ხარ გიტარაზე? კონცერტის ფონი. ო, ვისთანაც ხარ? მე კამარიამ. კლასიკური თუ ელექტრო? ელექტრო. ელექტრო გიტარა აქ რა, ძალიან ისეთი რა. ძალიან მაგარია. თან რა. შენ ვარ გიყურებს იმედია თუ ო, ეგ თავარი ეგ არის. აი ხო იმანაცად ყარასვენა, ხო ზოგი აი შრომით აკეთებს და ეს იმენა მე დაუშვებ ხალხამდე, მაგრამ ეს გიყურებ. თავარი ეგ არის. ამაში აბია უყურებ და ქუჩაში ვსმინო რაღაცა. ო, თქვენს გიყურეთ მაგარი. მაგარი. იმე მაგრამ ხარის ხოლმე რა ჯიგარი. აბა წარმატებები დროებით. კარგად, გაგვიხარდა გაცნობა. გაიხარე, გენაც. ვილაპარაკოთ ამას. აბა, კი ბატონო. მოკლედ მე ეგრე რა დავინახე, ეს რაღაცა ნაცნობი რობოტებია ჩემთვის რა. ესენი. კი, საბრძოლო. ეს დადის. ოპერატორი მართავს ხო? კი. ისა რა ქვია. ანუ ამას ავტონომია შეუულია. ეხლა მაგათ ოფისში გვაქვს, აი ლიდარი აქვს, აი ეს მგვალი რაც არის და ტესასუტი აი რუმბა რობოტები რო არის ხოლმე და ახლოს შეუულია ტერიტორიის სკანირება და მე უკვე დასკანირებული ტერიტორიაში თავისუფლად სიარული. ეხლა რადგანაც ახალი სივრცეა, ბევრი ხალხი იერება, მაინც ხელით კონტროლს ვარჩევთ, რომ ეს იყიდება? კი, ეს იყიდება. უკვე შეგიძლიათ რეალიზაციაში. თქვენ აყიდით? ჩვენ არ უყიდით, მაგრამ შეგვიძლია მაგ პროცესებში დაგეხმაროთ. აი, მოდი ესე ვილაპარაკოთ. ეს ამ ყავს სახში. კი ბატონო. თბილია. ეს ის არის ალუმინია და გამტარობა, შეგჩოლები კომპიუტერი დევს და ხო, პროცესორი. რა მაინტერესებს? ყავს ვიღაცა დავიმახსოვროთ თქო ოჯახის წევრები. შეუძლია ეგეთი რაღაცა. ეს იყო არის ხო? კი, რა თქმა უნდა. ეს დაგიბარა ანის. კამერებია ჩაოლებრივი, რამდენიმე ტიპის სხვა კამერა აქვს და როგორც სახის ამოცნობა შეუძლია, ისე კონკრეტული რაღაცების დამახსოვრება. ლაპარაკობს? კი, საუბრობს. რო დავალაპარაკობთ? შეგვიძლია 10 წუთი დაგჭირდება გამომართოთ თუ გინდათ. საუბარს. ინტერნეტი გჭირდება კარგი ხარისხიანი და აქ სამწუხაროდ გასაგებ. ოკეი, ჩაოლევი კომპიუტერი არის, მობილური მთავარი ალბათ, ხო? კი. აბა დადის ამი აქეთ გვერდ დაუდექი სიმაღლე. აი. როგორია, რა? შეგეშინდება. ეს არის Unit 3 G1 მოდელი არის. ამას აქვს ბევრი ვერსია რა. ერთი არის რაღაცა სტანდარტული რაც იქნება showcase-ი, სადაც ვერაფერს ვერ ასწავლი და პროგრამებს წინასწარ გათვლილი პროგრამებზე და ღილაკებით შეგიძლია მართო. საკმაოდ ეგ შედარებით იაფასიანი მოდელი არის, ასე ვთქვათ. და ეს მოდელი რომელიც არის საგანმანათლებლო education არის, სადაც ასე ვთქვათ developers პროგრამის აღსაშუალება რომ რაც უნდა ასწავლოს. თუნდაც საუბარი, სხვა ენაზე, სხვა ტიპის კომუნიკაცია, მართო, ჩაუწეროს მოძრაობა და ტრენინგოს და ამ შემდეგ. ანუ სახში ყავდეს მაგარი რაღაც. რაღაც კონკრეტული რაღაც შეგიძლიათ ასწავლოთ, მაგრამ რაღაც ნაგვის გადაგდება, რაღაც დასუფთავება, დროის ამბავი არის. ერთი რამე წაიღოს, რამდენ კილო? ეხა ორივე ხელში ერთად 5 კილომდე შეუძლია, მაგრამ არსებობს ეგეთი მოდელები, რომელიც უფრო ის არის, რა ქვია, მაღალი ამწეობის. მაგალითად, ბოლოს რო ვიყავი ჩინეთში, იქ ვნახეთ კონკრეტული რობოტი, რომელსაც მაჯაში 70 კილოს აწევა შეეძლო. 70 კილო უკვე ძალიან დიდი მასა არის. ეხა დენიც მია, ხო? ბატარეაზეა სხვა შორის, აი, გაგეცილება და 9000 მილიამპერი არის. ძალიან ცოტა არის, მოკლედ რავი. ორი iPhone-ის ბატარეის მოცულობა აქვს ათვალეთ რა. რამე ვოლტაჟი აქვს ძალიან დიდი. 2 საათნახევარი 3 საათი. თვითონ რამეში ისეთ შეიძლება კი, მაგრამ ვასილთ ხოლმე ბატარეას და ცალკე ნაშობით მუხტავთ ასე ვთქვათ. თუ სტენდბაის რეჟიმში შეუძლია იდგეს და შეხოდი გაცოცხლ და მაგალითად როგორ სახში არავინ არ არის.
კი, შეუძლია. ოღონდ ეგეც უნდა ვასწავლოთ. თვითონ არ იცის. აი როგორც ბავშვი სწავლობს თავიდან რომ აიქცეო რაღაც ხომ გააკეთოს. ზუსტად იგივენაირად ხება ტრენინგი. ანუ ჩვენ რაღაც სიმულაციას ვქნით, აი მოცემულობას, რომ მაგალითად რობოტი წაიქცა. სხვა რელიეფზე მათ შორის. ნუ ვასწავლოთ ადგომა. აი მილიონობით სიმულაცია მიდის კომპიუტერში. მუხლი დადო ხელი და კი, ზუსტად აი რა როგორი ფორმი და მილიონობით სიმულაციაში ყველაზე კარგად რომელიც იმუშავებს, მე ავდგები და მაგ კოდს უწურთავთ უკვე რობოტს. მაგ შემთხვევაში უკვე იცის ეს ყველაფერი. სიმპათიურია რა გინდა. ამის გარშემო ტრიალებს ხო თვითონ корпуსი. ეს შეუძლია. კი, რა თქმა უნდა. 270 გრადუსით შეუძლია ბრუნვა აი ამ ღერძზე. ჰა? თარაზო უყენია რომ სწორი დაინახო რა. მაგარი რაღაცაა. კი, კაი გასართობი არის. არა, მარტო გასართობი არა, რაღაცა. კი, ფუნქციურადაც რა ხანი უნდა დატოვო. ნახევარი საათი მაქსიმუმ, ძალიან მაღალი. გაჩვენე შეუძლია გაჩვენდეს და ეგ მაგარია. დუმილის რეჟიმი რო. ჩვენ ხომ უბრალოდ დინამიკს ვთიშავთ და მორჩა. ლუცას მოგიტანს რამე რო იყო, ხო? კი, მასივიდან ჩაულებრივად. ო, მეტი რა გინდა? მეტი ხო რა. სარეცხი მიიტანე, მანქანამდე შეუძლებს, ჭურჭელს ჩაალაგებს. ბად ლუცე იცი როგორ ხდება, აი მეხუთე ელემენტი ხო რა და კი. რო უსხავს და მე ოღონდ ამას ლაპარაკი რო უნდა და აი ეგრე ვერ დაგელაპარაკებ. არა, ლაპარაკი არა. არა, შეუულია, რატო არა? ნუ ხო, ამას უნდა გქონდეს დიდი ყური, რომ ვისაც ლაპარაკი უყურს იმას რო გამოგვიზრეს ესე იგი მოდელი აბა. შენ სიმაღლეა თითქმის რა, რა? 2 და 30 დიდი მოდელები არის. მეტად და 30 არის სიმაღლეში. დიდი მოდელები არის. დიდი ჩამოგე ორ თვეში. ჩემ სიმაღლე დაახლოებით 2 და 85. ისა მეტრ და 85 რა 2 და. ეს საშიშიც რავი რაღაცა მე. საკმაოდ ხო, აი ბუნებრივია ორი მხარე აქვს ამას. ერთი როგორც ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება ხა სამხედრო დანიშნულება აქვს ერთ-ერთი. უბრალოდ მაგაზე არ უნდა ლაპარაკობს, მაგრამ ხო, ეხა ესეთ ტექნოლოგიას ხარჯავდე და მილიონებს იხდიდე რისთვის ეხა ხო? არ მიჩემ ეს აფეთქო ნუ მე მომკრან ამას დაუყენი ავტომატი და გავუშვი. რა თქმა უნდა. ერთი ეგ. მაგრამ მეორე ნაწილი არის საყოფა ცხოვრება დახმარება თქვენაც ახსენეთ რომ დააგავოს რაღაცა დაასუფთავოს სარწყ მანქანაში სარწყი შეალაგოს ჭურჭელს სარწყ მანქანაში ჭურჭელი ჩაალაგოს და მაგიდა გადმოწმინდოს რა საწოლი აალაგოს ან ეგეთი ფუნქციონალი მაგისკენ მიდის რომ მაგით უნდათ აი ამ კომპანიებს ვინც ამ მიმართულებით მუშაობს მაგ აი ეს თქვათ მაგ დავალების შესრულებით უნდათ რომ გაყიდონ ეს პროდუქტი საყოფა ცხოვრება საოჯახო მიმართულებით როგორც აი პარტნიორი რობოტები ესე დაარქვეს რომელიც სახეს ყველასათვის იკეთებს ბევრ ცოლიან კაც ჩაეღიმება იცოდე მაგ საქმეზე რა ცოლიან კაც კი არა ცალკე არის მიმართულება სადაც აი ეს ცოლი თავისი შესაბამისი ვიზუალით და ფუნქციონალით კიდე ცალკე რობოტებია ეგეც საკმაოდ დიდი ხაზი არის რასა აბა ეხა ვიყავი ჩინეთში და აი ავიცი რა რაც კანის სიტყვის იგივე რაც ელასტიურობა ის ყველაფერი რა ვიცი საკმაოდ მათ შორის არის ერთ-ერთი კაი მიმართულება აი ის არ გიბურგავს არაფერი არაფერი გაჩი ოსაგინა ჩართა ოსაგინა გაჩი ასევე არის ძალიან კაი მიმართულება ბავშვებისთვის და მოხუცი ადამიანებისთვის ვინც მარტო ხელა არის აი სხვა ტიპის რობოტები არაჰუმანოიდები ესეც ჰუმანურიც არის რა თქმა უნდა მაგრამ ასევე არის ძაღლი რობოტები ვისაც აი ძაღლის ყოლა უნდა მაგრამ ალერგია აქვს მაგალითად ცხოველი ხო და ფუნქციონალ დაახტის დახტუნაობს როეფერები რაღაც თვალების გითისინებს კუცაკნებს ანუ ეგეთ ძალიან ბევრად მოშვებია მუშაობენ რომ აი ეს მარტო ხელა ადამიანს ყოფა გაუმარტივონ ასე თქვას რა ძალიან მაგარი რობოტიკა ვითარდება ძალიან ვითარდება კი არა 7 მილიონი ნაბიჯებით საბეთი გაატარ გამოატარა მაგრამ ერთი აბა რამე გაატარ გამოატარე აქეთ იქით გაგები მოდი მეორე მოვიდი ვცადოთ უფრო ადამიანი ვითრო დადის ეს ცოტა ძალიან მაგარია დედასვით დიდი სიამოვნებით ვიყოლიებდი ეგეთ რაღაც ბატონო ჩერას ეხა გავაქსუნებ და დარბის არ წაიქს ნახე რა აი ეს ჩვენი ავტომობილია აი ელიავად რაღაც დაშენებული და გამომცი აი არავინ არ მოვედოს უბრალოდ ის გონზე არ არის ნახე როგორ ჩაუვარა ხალხი რატო გაქვს ესეთი რომ გონზე ვერ მოხდა აუ თან ესეთი რაღაც მე რომ მენახა ბავშვობაში გამოშტერდებული და ეხა არავინ არ უყურებს არა ვერა რა ეგ ჩემთვის არის ძალიან ესეთი რა ბევრი მოვიდია საკმაოდ ფუჩქარად შეუძლია მაგრამ ეხა ნუ ხო ამას ხმალი მიეძღეთი შუბი დააჭენე ავტომატი დააჭენენ მაგი ჯარისკაცი ჰა ესეთ კონტროლერი არის აი დრონების სტანდარტული DJI-ის დრონის შეუძლია ამას მართოს კი როგორ არა აბა ნახეთ სად დრონი ხო გემართია მახსოვს რომ გემართია ამის წინ წასვლა არის უკან წამოსვლა ამის მარცხნივ მარჯვნივ მიტრია და იგი ძაი მედიაბა გააჩვა რამხელა მანძილზე შეუძლია გავიდეს ეხა ამის თუ არ ვწდები სადღაც 70 მეტრამდე აქვს წნომა
ეხლა რო ეხა ეს ვერ აჩქარდა, ეს მოუდია სპეციალურად ამის რომ მაქსიმალური კონტროლი აქვს რო არ წაიქცეს ამ ბალანსირებისთვის. გვერდზეც გადის ნახე. კი, გვერდზე სიარულად შეუულია კიბორდ ხალასავით. ხო, ეხლა დავინახე რომ გვერდზე გავი. ბატონ დავით, აბა ესე მიცი, მაგრამ ესე მიცი. ამით შეგილია მარცხნივ მარჯვნივ და წამოდი, აბა მოიყვანე ჩვენ. მოიყვანე ჩვენ. რა ძალიან მაგარი რაღაც. აჰა. მათ შორის აი ბალანსირების ნაწილში საკმაოდ კაი ისა აქვს აი მაგალითად. ხო, მეთქი წაიქცა დედას მიწა. არა, აქვს რაღაც თავის შეკავის. თავის ფერს იჭერს, ხო? ნახე ფერს ადგავს რა, რომ არის. რაც უფრო კარგად ვასწავლით, ვთქვით, რომ კარგად, კაი დგომი ექნება, ასე ვთქვათ რა. ხო, აი ნუ ადამიანი ხა თუ დაარტყი წავა. ხო, რაღაცა ძალას გააჩნია ხა რამდენად ძლიერად. ნახე რა მაგარი რაღაც. უკან დადის? კი, როგორ ჩვენ უკან გაწეე. ბატონ და ჯექსონის ის გაუკეთე რა. აი მაგას ვასწავლით ხოლმე შორის. ერთი თვე გვინდა რომ ამას რამე საერთო ნეიროქსერი არ აქვს, ვთქვათ რომ იქიდან მიიღოს ხოლმე. ეგეც შეგვიძლია ინტერნეტი თუ არის, შეგვიძლია დავაერთოთ რაღაცა კონკრეტულ რეპოზიტორიზე, ან GitHub-ზე ან რაღაცა. ვიყიდო და მე არ ვიწვალო რა პირდაპირ იქიდან. კი, შეიძლება. და ეხლა ჩვენ რაღაც ლოკალზე გვაქვს რა რაღაცეები, რა, ლაპარაკი, საუბარი, ეხლა სვანური ვასწავლეთ, ბეგიული ვასწავლეთ და ეგ ყველაფერი იმან ლოკალურად აქვს რა. აი ჩვენთან ოფისში თუ შემოვივლით, უფრო მეტ რაღაცას გაჩვენებ და გათვალისწინებთ. საუბრის საშუალებაც გვექნება იქ და არა მხოლოდ. საკმაოდ კაი ჰუმორი აქვს. კი, ჩემი გაქვს, მე ავტორობა. კი, მე ძალიან ავარ და ფრინავი რაღაცებიც ხო არა. ფრინავებიც გვაქვს კი. ეხლა ვაწყობ საკმაოდ საინტერესო რაღაც რობოტაქსი რაც არის, ფრინავი ტაქსი. მაგის რაღაც პროტოტიპზე მუშაობთ. ნახოთ რა გამოგვივა საბოლოო ჯამში. რაგინ, ცოტა ახლა მიიღო ეგ. მოდი ერთი მეცნობ ცადო რა ცხოვრებაში. გავშკილი. ესე მიტრიალება ესეც. ეხა წავა? ეგ არა მეორე. ნახე რა მაგარი. წინ არ წაიყვანო მანქანასაც და. არა მოწამო. რა მაგარი ადვილი სამართავია. აი გაჩერდა. ეხლა აქეთ? ელემენტარული სამართავია, ძალიან მაგარია, გაჩერება, იცი წამში ავითვისე რა. ძალიან მაგარია. ვანო ესეთი რამე, ჩვენ ჯეილობაში რო გენახავ. ოკეი. ნახე რა. მე ვმართავ, რა მაგარი რაღაცა. ეგ თალკე სიმულატორები არის, NVIDIA-ს აქვს ეგეთი აიზეკი. ამ ხალხთან მივარ მოიჭრია და მაგრამ მაინტერესებს. მინდა რომ სვანურად ვალაპარაკო და მეგობრებო. ნუ ქართულადაც ხო რასაკვირველი სიმულაცია. Python-ზე მუშაობ ძირითადად, აი სვანურად ვალაპარაკო. ხო. ჩაოლებრივად სტანდარტულად ვამუშავებ. ნახე სადა. ასე ლექსიკონების და შემდეგ. რაც ეხება სიმულაციას, აი ამ რა ჩამოთვალე იმ სიმულაციაში ტრენინგდება, ასე ვთქვათ. მე ეს რომ ნახე მეგონა რომ ის იყო რაფია ფეიკი იყო მოატრიალე ბატონო დავით ბავშვი არ შეაშინო მოატრიალდი გამოუში არა რო დარბის არის ძალიან მაგარი რა თან მიდი თან ატარე აბასი არ უიწოს წაკცე არიცება თან მერიდება ხო იცი რომ შეწუხება დაუწყე ცოტა გვერდზე გავა. წამო, მოიყვანე აბა. იგიცოდი. შენ კი წაიყვანე. როგორა? აი დელანი. ნახე რა მაგარი რაღაცა. როგორა ხარ? თამაშო? ნახე რა მაგარი რაღაცა. მაგარი ძმა არის, ვიცნობ ამას. ხო, არა, ის იცი რომ ვერ წაარცევ? ხო, არა, ეხლა კაკა დაიბოს ვეჩერჩო. მაგარი რაღაცა. კი, თურმე რა არის ეხლა. მოიყვანე. არ შეაშინე. ოღონდ მეგობრებო, ამ ხალხთან მივალ. აი უფრო და უფრო მაგრა გაჩვენებთ აი მას რა თვითონ თან თუ მფრინავი ტექნოლოგიებიც საერთოდ მაგარი. ამითი აი რობოტებზე დავამთავრო და მე გავაგრძელოთ აუცილებლად გაჩვენებთ. დაელოდეთ იმ ვიდეოსაც. ჩვენ არავითარ მოთხოვნა. იარბაზი, იარაღის ბაზარი.